მოგესალმებით. მოგესალმებით. მოდით მე და თქვენ ახლა საჯარო გაშლა გავაკეთოთ თემით. თემა არის ნანობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი იმ კონკრეტულ ქმედებას, რომელიც თქვენთან მიმართებაში ჩაიდინა. ცით ნებისმიერი ადამიანი შეგეძლიათ ჩაიფიქროთ. მეგობარი, მშობელი, ყოფილი, ნებისმიერი ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ეს კითხვა გაწუხებთ და შეიძლება ადამიანი ამას არ ამჟღავნებს, არ ხატავს, არ გეუბნებათ, მაგრამ ჩვენ ახლა გავიგებთ, ჩაფიქრებული ადამიანი ნანობს თუ არა თქვენთან ჩადენილ საქციელს. დაინახეთ ეს ადამიანი, ან ადამიანები, ის საქციელი, რომელმაც ძალიან გადგინათ და ფიქრობთ, რომ სინანულს ადგილი უნდა ქონდეს და ჩვენ ახლა ნახავთ ამას. ნანობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი ამ ყველაფერს. პირველი ვარიანტი. ნანობს თუ არა. ნანობს თუ არა. ნანობს თუ არა. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი ამეთვისტო, მეორე ვარიანტი ავანტიურინი, მესამე ვარიანტი მთის როლი. დახუჭეთ თვალები, დაინახეთ ის კონკრეტული ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ეს კითხვა გაწუხებთ და მე ახლა თქვენთან ერთად ვნახავ ნანობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი ამ ყოველივეს. ძალიან კარგი, შევუდგეთ საქმეს. პირველი ვარიანტი. განიცდის თუ არა სინანულს ჩაფიქრებული ადამიანი, ჩამოკიდებული კაცი, აუცილებლად. სინანულს და ყველაფერთან ერთად იცით როგორი შეგრძნება მეუფლება, რომ ეს ადამიანი იმ მომენტში შეიძლება არ განიცდიდა სინანულს, მაგრამ მერე უფრო და უფრო წამოვიდა ეს სინანული. დროთა განმავლობაში წამოვიდა ეს სინანული. რადგან თუმცა ადამიანი, მოდი ვნახოთ, ფიქრობს თუ არა, რომ დამნაშავე არსებულ სიტუაციაში. ფიქრობს თუ არა ადამიანი, რომ დამნაშავეა თქვენთან მიმართებაში. ექვსიანების ხმლები ამბობს, რომ თქვენ არ დაუტოვეთ სხვა შანსი, თქვენ არ დაუტოვეთ სხვა გამოსავალი, ადამიანი უნდა წასულიყო თქვენი ცხოვრებიდან. გრძნობს თუ არა ადამიანი თავს დამნაშავედ. ექვსიანების თასები, თასების ტუზი, პენტაკლების ტუზი, ოთხიანების ხმლები. ნახეთ, ადამიანი თავს დამნაშავედ კი არ გრძნობს. ადამიანი მეუბნება იმას, რომ შენ აირჩიე, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. ანუ ადამიანს უნდა, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში გადმოიტანოს თქვენზე და თქვენ დაგადანაშაულოთ. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი მესაუბრება მსხვერპლის პოზიციიდან. შენი ბრალია, შენ ხარ დამნაშავე, შენ აირჩიე, შენ ვერ დამაფასე, შენ დამტოვე ასე ამ მდგომარეობაში. შენ ვერ დაინახე ჩემი სიყვარული და თანადგომა და მეგობრობა და სიტყვაზე ურთიერთგაგება, ხო? და ქვეცნობიერ დონეზე სადღაც ადამიანს ჯერა, რომ შესაძლებელია სცენარი შეიცვალოს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ თვითონ ვერაფერს ვერ აკეთებს. გამიგეთ ხომ? ეს ძალიან ქვეცნობიერად შეიძლება თვითონაც რომ თქვათ ვინმე მკითხოს, აი შეურიგდებოდა. არა, რა სამოფ, საშინელი ადამიანია, ცუდი ადამიანია, მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე სადღაც ამას ელოდება. მაგრამ საინტერესო რა არის, იცით? ადამიანი თქვენს მერე თითქოს ცდილობს სცენარის გადაწერას, რაღაცის ახლიდან დაწყებას, მაგრამ ადამიანს არ გამოსდის. ვინ იყავით ამ ადამიანისთვის, ესაც ვნახოთ. ვინ იყავით ამ ადამიანისთვის? სტაბილურობა იყავით უპირველეს ყოვლისა, ადამიანს თავისი ადამიანი ეგონეთ.
ადამიანს, რომელსაც მისი ესმოდა, ადამიანი, რომელიც მისთვის სტაბილურობა იყო, კონკრეტული სტაბილურობა იყავით მისთვის, თასების მეფე, ათიანობის ხმლები და მას ესე საშინლად მოექეცით, ხო? გადაუვარეთ მის სიყვარულს, მის ემოციებს, მოკლედ ადამიანი დამნაშავედ სხვანაირად წავიყვანდი აქ თემას, ადამიანი თავს მსხვერპლად გრძნობს და ადამიანი თქვენ გადანაშაულებთ. თვითონ ადამიანი არ გრძნობს დანაშაულს. არა, არ გრძნობს ადამიანი დანაშაულს. თქვენ ხართ დამნაშავე. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. მისი გადმოსახედი. თქვენ ხართ დამნაშავე. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მოდით თქვენთან ვნახოთ რა ხდება, გრძნობს თუ არა ადამიანი თავს დამნაშავედ თქვენთან მიმართებაში. ხმლების დედოფალი. ქალი ჩაიფიქრეთ, ხმლების დედოფალი ფიგურული არკანია, ნებისმიერ შემთხვევაში აჩვენებს, რომ არა, ადამიანი არ გრძნობს თავს დამნაშავედ, პირიქით. ადამიანი თვლის, რომ სულიტად სამართლიანი იყო თქვენთან მიმართებაში, ადამიანი თვლის, რომ თქვენ იმსახურებდით იმას, რაც მისგან მიიღეთ და ადამიანი თვლის, რომ არანაირად თქვენ წინაშე ის დამნაშავე არ არის. კარგით. კიდევ ერთი არკანი. გრძნობ თავს დამნაშავედ. არა. არანაირად, პირიქით. თქვენ ხართ დაუნახავი. თქვენ ატკინეთ მას გული. ხო, მაგრამ ეს არ არის როგორც პირველი ვარიანტი ვთქვათ, რომელიც მსხვერპლიდან იყურება, არა, პირიქით. ანუ ადამიანი თვლის, რომ თქვენ ხართ დაუნახავი, თქვენ ატკინეთ მას გული, გაანერვიულეთ ეს კონკრეტული ადამიანი, ვერ დაინახეთ მისი სიკეთე, აი, რისი თქმა მინდა, აი ადამიანს აქვს აი ეს სიტყვები, შენ ვერ დაინახე ჩემი სიკეთე, შეიძლება ახლა მის სიტყვებსაც ვიმეორებ, დაუნახავი ხარ. დაუნახავი ხარ, აი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ თქვენ ხართ დაუნახავი. ამიტომ არა. კარგი, მოდით ვნახოთ, ვინ იყავით ამ ადამიანისთვის. თქვენ ვინ იყავით ამ ადამიანისთვის, ეს მაინტერესებს. დაუნახავს უკეცახი. თქვენ ვინ იყავით მეორე ვარიანტი ამ ადამიანისთვის. არკანი განდეგილი, მიტოვებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი, რომელსაც ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აი ბევრი ემოცია მოგცათ, მხარდაჭერა მოგცათ, გვერდით გედგა და თქვენ ვერ დაინახეთ. ანუ ადამიანი თვითონ იმასაც ფიქრობს, რომ თქვენ რაღაცა თქვენი სამყარო გაქვთ და მარტოსული ადამიანი იყავით და რაღაცნაირად გადამრჩენელი იყო თქვენი. ვინ იყავით ამ ადამიანისთვის? განდეგილი და შვიდიანობის ხმლები. ადამიანმა, რომელმაც ის გამოიყენა. მატყუარა, გამომყენებელი ადამიანი, რომელსაც არავინ არ აინტერესებს საკუთარი თავის გარდა, როგორც ერთ-ერთი კიდევ ვარიანტი ეს არის, ხო? ანუ განდეგილი შეგვიძლია წავიკითხოთ არა მხოლოდ მარტო სულ ადამიანად, თავის სამყაროში მყოფ ადამიანად, რომელიც ადამიანებს იყენებს. თავისი კეთილდღეობისთვის, არ ვიცი, თავისი ფილოსოფიისთვის, თავისი თამაშებისთვის. თქვენ ამ ადამიანის თვალში ხართ საშინლად მატყუარა ადამიანი, რომელმაც ის გამოიყენა. ასე რომ თავს დამნაშავედ ნამდვილად არ გრძნობს. ჩემო ძვირფასო, მეორე ვარიანტი ჩაფიქრებული ადამიანი. დავამშვიდობოთ, ძალიან გაბრაზებულია. მესამე ვარიანტი მთის ბროლი. ეს ადამიანი ნანობს თუ არა ჩადენილ ქმედებას. ფორტუნას ბორბალი, საინტერესოა. ადამიანი თითქოს სარკისებურად შეიძლება მოგცი, რასაც თქვენ აძლევდით ამ ადამიანს, იგივეს გიბრუნებდათ ისიც, ანუ თითქოს თუ კი სარკეში საკუთარ თავს გაულაწუნებდით, ის აი როგორ რაღაც არის, ეს აი სარკისერად ადგები და საკუთარ თავს რო გაულაწუნებ, ხო?
და სარკისში ანარეკლიც ხო იგივეს იმეორებს, აკოცებთ საკუთარ თავს, სარკის ანარეკლიც მოვა და გაკოცებთ. ხო, აი თითქოს ადამიანი იგივეს იმეორებს და პირველ რიგში გეტყვით, რომ აბსოლუტურად კარმული ამბებია თქვენ შემთხვევაში, ნანობს თუ არა, ანუ ადამიანები ერთმანეთს ირეკლავდით. ნანობს თუ არა ადამიანი თქვენთან დაკავშირებით მდგომარეობას, რომელიც მან თქვენ მოგანიჭათ, ნანობს თუ არა. ასების დედოფალი, კერძო პენტაკლების დედოფალი, ხუთიანების პენტაკლები, არკანის სამართლიანობა, ძალიან ცით როგორი არკანები ამოვიდა, კარმული სცენარი, შეიძლება ეს ადამიანი პერიოდულად ბრუნდებოდეს, ან თქვენ ბრუნდებოდეთ მის ცხოვრებაში, ხო? რა ხდება, ანუ ერთმანეთს აწვალებთ, ერთმანეთისგან ხვრებთ ენერგიას, ერთმანეთს ხვდებით პერიოდულად, მერე ცილდებით, მერე ხვდებით, მერე ცილდებით, ისევ, კარგი, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? თასების რაინდი, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? არკანი მაგი. კვერთხების თუ, ხო, ძალიან რთულია თქვენ ენერგიას შეეშვას ეს ადამიანი, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ ამ ადამიანის ენერგიასაც აძლევთ, სადღაც თვით შეფასებასაც უწევთ. ადამიანი თulis რომ ბევრი ენერგია გაქვთ. უბრალოდ დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც მერკანტილურად არ იყენებთ ეს ადამიანი და არ იყენებს თქვენს რაღაც კეთილგანწყობას. ნანობს თუ არა ადამიანი თქვენთან ჩადენილ საქციელს. ექვსიანების კვერთხები არა ნანობს. რვიანების კვერთხები ადამიანმა იცის, რომ ეს ურთიერთობები ისევ აღდგება. იმისთვის, რომ ადამიანმა რაღაცები რეალურად ინანოს, მაშინ უნდა მისცეთ ამ სინანულის საშუალება და თუ ადამიანმა იცის, რომ მაინც დაბრუნდება, მაინც მიიღებთ, ხო, რატო გაინანებს, ანუ ჩათვლის, რომ მართალია, ხომ ასეა. ასე რომ ადამიანმა იცის, რომ ბევრი ენერგია და ბევრი რესურსი. ადამიანი თქვენგან საკმაოდ დიდ ენერგიას იღებს. თქვენ იღებთ ამ ადამიანისგან ენერგიას. თქვენ იღებთ? შვიდიანების. თქვენც კარგად ვამპირობთ ამ ადამიანს. მაგრამ რაც არ აქვს, რას აიღებთ? გინდათ რომ აიღოთ, მაგრამ ვერ იღებთ. ეს უფრო იღებს თქვენგან ვიდრე თქვენ. ანუ გინდათ რომ თქვენც რაღაც რევანში აიღოთ, თქვენც აიღოთ მისგან რაღაც სარგებელი, მაგრამ რაც არ აქვს ადამიანს, ან თქვენზე ნაკლები აქვს, რას აიღებთ, ხო? რას აიღებთ? პირიქით უფრო მეტად შემიძლია ის გითხრათ, რომ ადამიანისგან თუ კი იღებთ რაღაცას, ეს არ არის სასიცოცხლო ენერგია. არა, თქვენ იღებთ ამ ადამიანის უფინანსობას, უბარაკობას და წარუმატებლობას უფრო მეტად იღებთ და სტრესებს და ნერვიულობას. ანუ ნახეთ ენერგიებს, როდესაც ცვლით, ის თქვენგან იღებს საჭირო ენერგიებს, თქვენ უფრო მეტად რაღაცნაირად თითქოს კონტეინერი ხართ თითქოს მისი ნეგატიური ემოციების. კარგით. თქვენთვის ვინ არის კონკრეტულად? თქვენთვის ვინ არის ეს ადამიანი? ძალიან შევყევი ხო დაშლას. თქვენთვის ვინ არის ეს ადამიანი? ძალა. არა და სამნელების ხმლები, არა და ამ ძალას თქვენ აძლევთ. ცხიანების კვერთხები. რეალურად ძალას თქვენ აძლევთ, ამ დროს არის პაჟი, ჩვეულებრივი პაჟი. რომელიც გულს გტკენთ, რატომღაც თქვენ უკეთებთ ამ ადამიანს სავარაუდოდ ჩინმენდლებსაც, თავზე გვირგვინსაც თქვენ ადგამთ და თქვენ ქმნით მისგან დიდ რაინცსა და მებრძოლსა და რაღაცა საოცრებას. ამ დროს ადამიანი საერთოდ არ არის ის თქვენთვის. იმიტომ რომ კაცი რატომ ადამიანს რომელსაც შეუძლია ესე სიტყვიერად დაიმარცულოს და დაპატარავდეს და ესე ატკინოს საყვარელ ადამიანს გული და მე აქეთ პოზები დაიჭიროს, ხო? ამ სარიზამს
ის ძალა არის თქვენი ილუზიები საბოლოო ჯამში. უბრალოდ თქვენ აძლევთ საშუალებას, რომ თქვენზე ძალა გქონდეს, თორე რეალურად ენერგიასაც თვითონ იღებს, ძალებსაც თვითონ იკრებს, რესურსსაც თვითონ იღებს და თან ერთმანეთს არკანი ფორტუნას ბორბალი ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად სამართლიანი თამაში მიდის, თქვენი იმას ის თქვენ, სარკისებურად. გენდომებად, სადამდეც გენდომებად და გექნებათ ამ სცენაში ყოფნის ხალისი, კი ბატონო, იყავით. მე ხო არა ვარ თქვენ დაგახარბეთ. რა გითხრათ მეგობრებო? არ არის მესამე ვარიანტი, რა თქმა უნდა. არა იცით რა არის, არ ვიქნება. ცუდია, არა, ძალიანაც კარგია. ადამიანი, რომელიც იაზრებს პრობლემას, ეს უკვე 50%-ით გადაჭრილი პრობლემაა და დანარჩენი უკვე ვფიქრობ, ყველაფერი თავის დროზე და მზაობა რო იქნება, უცბად გადაიჭრება. აღარავის სინანული აღარ ექნება, აღარავის აღარ დაადანაშაულებს და ყველაფერი იქნება ნებაყოფლობით, ხო? ნებაყოფლობით. დაგემშვიდობებით. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ველი თქვენს კომენტარებს.